თავი მე-40. ამავე ვის შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესწოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის მეფეს. განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, წდე თუხუცეს და მეპურე თუხუცეს. და ჩაყარა ისინი ქონდარ თუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ სადაც იოსები იყო დამწყდეული. მიუჩინა მათ ქონდარ თუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხან საპყრობილეში. ეს იზმრა ერთღამეს ორთავეს სიზმარი. თითოეულს თავისი საკუთრივ ასახსნელი. ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყდეულნი. მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა რომ დაღვრემილნი იყვნენ. შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში. დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე? უთხრეს. სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა. განახვთისგან არ არის ახსნა. აბა მიამბეთ, უამბო მწდე თუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა. ვხედავ სიზმარში ვაზია ჩემს წინ. 3 ლერწი აქვს ამბავს. როგორც კი გაიფუჩქნა, გამოიყო ყვავილი და დამწიფდა მტევანი. ხელში ფარაონის თასი მეჯირა. ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი. უთხრა იოსებმა. ეს არის მაგისი ახსნა. 3 ლერწი 3 დღეა. 3 დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენ სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი. ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე. მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან. რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი ამ დილეგში რომ ჩავეგდე. დაინახა მეპურე თუხუცესმა რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას. მეც მესიზმრა სიზმარი. აჰა 3 მოწნული კალათა მადგას თავზე. ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, მზარეულის გაკეთებული. ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან. მიიგო იოსებმა და უთხრა. ეს იქნება ახსნა. 3 კალათი 3 დღეა. 3 დღის შემდეგ აღწევს ფარაონი, ხეზე ჩამოკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს. მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღეს გაუმართა ფარაონმა ხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის წდე თუხუცესი და მეპურე თუხუცესი. დააბრუნა წდე თუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს. ხოლო მეპურე თუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა. არ გახსენებია წდე თუხუცესი იოსები, დაავიწყდა.